დაუიწყარი დღე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში სახიფათო დოღი უგემრიელესი კერძები და უჩვეულო სანახაობა სტუმრებისთვის. თუშეთმა ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა მეცხვარის დღეს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში მოამბის გადამღები ჯგუფიც დაესწრო. ფესტივალის ტრადიციები ნახეთ სალომე ელისაბედაშვილის რეპორტაჟში. აქ ბობოქარი საუკუნენი ხევებში შუმად დაღლილი წვანან. ერთ დროს მხუხარეთ ციხე კოშკები ფითილად ამტვარ ჯერ ნაღმებს გვანან. დევს ისტორია შამქრალ ვულკანად ფიქრებით ვკორტნი წარსულის ფარდას. წარსულთან შესახვედრად თუშეთი მთელი წელი ემზადება. მხოლოდ 2 დღით კესალოს მთაზე საუკუნის წინ დაცლილი კოშკების სტუმრებით ივსება. ვიწრო ორღობეებში კი ისევ გარმონის ხმა ისმის. უმალო სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს. თუშეთობას, რომელიც როგორც წესი აგვისტოს პირველ შაბათ-დღეს აღინიშნება, ადგილობრივები, უფრო მეტად კი მთის სტუმრები უკვე მივიწყებულ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს ხსენებენ. დღესასწაულისთვის თუშების საგანგებოდ გაზმავენ ცხენებს და დოღში ებმებიან. გამარჯვებულ მხედრს კი წესისამებრ ცხვარსა და დროშას გადასცემენ. ამ დღეს ცოცხლდება თუში მეცხვარის ლეგენდაც. ისევე როგორც ძველად ახლას თუშების საუკეთესო მწყემს, საუკეთესო ნაბდით ეჯილდოვებენ. ძალიან დიდი პატივია წყემსისთვის, ამ დღე ხალხში ასე აღიარება, როგორც გამოჩენილი მწყემსი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ხალხმა გამიცნო უფრო დამიფასდა ეს შრომა და შემიწვალება ცხვარში. სახალხო დღესასწაულის თითოეულ სტუმარს ამ დღეს საშუალება ეძლევა თავად გახდეს თუშური ლეგენდის გმირი. ძალები მოსუნჯოს სხვადასხვა თამაშობებში ან საბრძოლო მშვილდი მოზიდოს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ისრის მიზანში გარტყმა სავალდებულო არ არის. სანამ სტუმართა ნაწილი თავს თამაშობებით იქცევს ნაკლებად სპორტულებისთვის, სტუმაროს ცენტრში სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები მღერიან. ეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაყიდვან. ვიწრო ორღობეებში კი იხარშება ხინკალი და დუღდება ლუდი. მის ჩატარებას მიზნად ისახავს პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას თუშეთში, რომ გავაცნოთ ტურისტებს თუშეთი. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აქ გამოფენა არის გაკეთებული ტრადიციული ხელსაქმის თუშური ხელსაქმის იგივე ქუდებია გამოფენილი, ფარდაგებია გამოფენილი. პრიორიტეტებად გვაქვს 2019-ში და უახლოეს მომდევნო წლებში რეგიონები დასახელებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ძირძველი ბებერი, მაგრამ უბერებელი ტრადიციები, რომლებიც ამ რეგიონში ასე უხვად არის, გაგრძელდეს, განვითარდეს. თუშეთობის დღესასწაულზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატიც ესტუმრა. გიორგი მარგოლაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ჯერ ხალხური მუსიკის კონცერტს დაესწრო, შემდეგ კი უკვე თავად ჩაება სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში. თუშ ხალხთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედან ასეთი ადგილებიდან იწყება ის ზალა, რომელიც მე გადაედება ხოლმე მთელს საქართველოს ბარსაც და აი ამ ზალის წამოღება გვინდა აქედან. თუშეთობის რიგით 32 დღესასწაული ხვალ დასრულდება. სტუმრები სახლში დაბრუნდებიან. დადუმდება გარმონის და კესალოს ფერდობზე კოშკებიც დაცარიელდებიან, რომლებიც ამ დრომდე ინახავენ მთის ცხოვრების უამრავ საიდუმლოს.